თვითონ ოცნებაში არსებული ვითარებაც რაღაც გარკვეულწილად ზედაპირზეა, ხო ეს სხვა საკითხებზეც ახდენს გავლენას, ხო მათ შორის პოლიტიკოსები ხშირად საუბრობთ იმაზე, რომ რაღაც არის გარკვეული სიგნალები იგივე კრიმინოგენური ვითარების მიმართულებით, რა შეიძლება ვთქვათ, ნახოთ და ასე შემდეგ. აი რაზე აქვს ამ ყველაფერს გავლენა? განუკითხაობა ბევრჯერ გამოიყენეს შეფასების მიზნით ჩვენმა რესპონდენტებმა. თქვენ ფიქრობთ თუ არა, რომ არის გარკვეულწილად ამის ნიშნები? დიახ, მოგესალმებით, მივესალმები მაყურებელს. ძალიან ცუდი ფაქტია, რა თქმა უნდა, გზად ვუსმენდი, მაგრამ შემოვედი ეზოში, გავთიშე და ვერ ვნახე ეს სამწუხარო ფაქტი. შეფასებით ნაწილში მე ვიტყოდი, რომ ეს არის მანიშნებელი იმის, რომ ის თანმიმდევრული გზა, რომელსაც პროდასავლური პარტიები მისდევენ, გარკვეულწილად აისახება შემდგომში უკვე პროცესებზე, რომელიც მიმდინარეობს ქართული ოცნების პარტიის შიგნით და მის ირგვლივ. და ეს ძალადობაც არის ერთგვარი გამოხატულება, მორიგი გამოხატულება, როგორც ჩვენ ვხედავთ უკანასკნელი თვეების მანძილზე, არაერთხელ დაწყებული სატელეფონო მუქარებიდან დამთავრებული ფიზიკური ძალადობით, ესეც არის ერთ-ერთი გამოხატულება, ის რაც მოხდა დღეს. ეს ხომ პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც პოლიტიკოს პროდასავლური ძალის წარმომადგენელს ფიზიკურად უსწორდებიან და მათთვის არ აქვს მნიშვნელობა, ეს იქნება პირდაპირ ეთერში თუ კადრს მიღმა. ეს არის რეჟიმისთვის დამახასიათებელი ქმედება. ხაბეიშვილის ჩართვის დროს ეს როლა კვერცხი ერთ-ერთმა მოქალაქემ და შემდეგ ნახეთ როგორც განვითარდა მოვლენები. ხაბეიშვილი ფიქრობს, რომ ეს ორგანიზებული პროცესი იყო, რადგან ყველა მიცის თუ სად იმყოფებოდა ის ამ დროისთვის. დიახ, ეს არის რუსული რეჟიმისთვის დამახასიათებელი ერთ-ერთი ქმედება, რომელიც ასახავს მათ საქციელს უბრალოდ რუსული რეჟიმის საქციელს, სადაც ისინი ცდილობენ, რომ გარკვეულწილად დააშინონ როგორც პოლიტიკოსები, ასევე აქტივისტები, უბრალოდ მოქალაქეები, რომლებიც გამოხატავენ პროტესტს, მაგრამ მე ვფიქრობ, რომ დროა მიხვდნენ ისინი, რომ შიშს ადგილი ამ საზოგადოებაში არ აქვს, მიუხედავად იმისა, როგორი ტიპის ძალადობას და ზეწოლას განახორციელებენ ისინი. ვინაიდან პოლიტიკური სპექტრი, პროდასავლური პოლიტიკური სპექტრი არის და დარჩება თანმიმდევრული ბოლომდე და ამას აუცილებლად ექნება შედეგი. შედეგებს ჩვენ ხედავთ მათ შორის დღევანდელი სანქციების სახით, ხედავთ დასავლეთის აქტივობის სახით, ეს იქნება სანქციები, ეს იქნება მეგობარი აქტი, ეს იქნება სხვადასხვა ტიპის შეზღუდვები, რომელიც ყველაზე მეტად მათ შეეხება და ჩვენ ხედავთ, რომ მათ ეს აღელვებთ, მათ შორის ლეგიტიმაციის ნაწილი, რომელიც მათ ვერ მიიღეს 26 ოქტომბრის შემდეგ და მე ღრმად ვარ დარწმუნებული, ვერ მიიღებენ, სანამ არ დანიშნავენ ამ ქვეყანაში თავისუფალ დემოკრატიულ გამჭვირვალე არჩევნებს და რაც უფრო მალე დაფიქრდებიან ამაზე, მით უკეთესი იქნება მათთვის, მათი გარემოცვისთვის და მათი ოჯახის წევრებისთვისაც მათ შორის, ვინაიდან მათ შიგნით არ აქვს სტაბილური მდგომარეობა. ის დესტაბილიზაცია, რომელიც გამოხატული არის მათი გუნდის წევრებთან მიმართებაში, მათ შორის, რომლებიც გუშინ განუყოფელი ნაწილი იყვნენ, მათი პროპაგანდის ნაწილიც იყვნენ, მათ შორის და შეგვიძლია ვისაუბროთ დაწყებული გახარიადან, რომელიც წარმოადგენდა უზადო კრიზის მენეჯერს და რკინის რაღაცა პრემიერ-მინისტრს დასრულებული ბიზნესით, რომელთან დაკავშირებითაც ჩვენ ხედავთ უკვე რაც ხდება. მათი ახლო გარემოცვაც ხდება დარტყმის ქვეშ და ეს ყველაფერი მე მგონია და ღრმად ვარ დარწმუნებული ამაში, არის სწორედ თანმიმდევრულობის გამოძახილი, რომელთანაც კავშირში არის ასევე, რა თქმა უნდა, ჩვენი დასავლელი პარტნიორების მოქმედებები, აქტები, რომელსაც ისინი ახორციელებენ და ნაბიჯები, რომლითაც ჩვენ მივდივართ ამ რეჟიმის კიდევ უფრო მეტად მორყევამდე. მე მესმის, რომ ეს არის გრძელვადიანი პროცესი, რთული პროცესი, მაგრამ ამ თანმიმდევრობას, ამ არ თანამშრომლობას საბოლოო ჯამში და დელეგიტიმაციას, რომელსაც ოპოზიციური სპექტრი, მაგრამ რეალურად გამარჯვებული პროდასავლური ძალები ახორციელებენ საზოგადოებასთან ერთად უკვე 230 დღეა, მოაქვს შედეგი და ეს შედეგი მივა აუცილებლად გამარჯვებამდე და ამ რეჟიმის ჩამოშორებამდე ხელისუფლებიდან. მადლობა, ანით, დღეს რამდენიმე მიმართულებაზე იყო ლაპარაკი, ხო? და სხვათა შორის ძალიან დიდი გამოხმაურება მოყვა, მათ შორის ქსელში ვუყურებდი აი ჯანდაცვის საკითხზე, კობახიძის ნათქვამს, რომ მაღალი ხარისხის მომსახურება
მომსახურებაო თუ გინდა მიიღო, არისო სხვა ქვეყნებიც, სადაც შეგიძლია რომ ეს გააკეთო, ხომ? და ექიმებიც პოსტავენ სოციალურ ქსელში, მაგალითები მოყავთ, დრომ რა როლი ითამაშა, სწორმა რეაგირებამ და ასე შემდეგ. ხა ამაზე ლაპარაკი შორს წაგვიყვანს, იმიტომ რომ ძალიან ბევრი ოჯახია ასეთი ჩვენ გარშემო, ვინც დიახ ზუსტადაც რომ მაღალი სამედიცინო მომსახურება ეს დიაგნოსტირება მიიღო ევროპის წამყვან ქვეყნებში. აი რა სიტყვით თქვენ ამაზე? რას ვერ ხედავენ თუ არ ხედავენ თუ აი არ უნდათ რომ წავეთ შეფასდეს ესა თუ ის საკითხი? პირველ რიგში ამ განცხადებას შევაფასებთ როგორც უკიდურესად ცინიკურ საკუთარ მოქალაქეებთან მიმართებით, იმიტომ რომ ის წარმოადგენს ეგრეთ წოდებულ პრემიერ-მინისტრს, რომელიც საკუთარ მოქალაქეებს ეუბნება, რომ შეუძლიათ სხვაგან მიიღონ მომსახურება იმ ქვეყნის ეგრეთ წოდებულ პრემიერ-მინისტრს, სადაც ჯანდაცვის განვითარებასთან დაკავშირებით თავად ნაბიჯებს არ დგამენ და ფაქტობრივად აი ეს ჯანდაცვის სისტემა ვითარდება წერტილოვნად, ისიც თვით განვითარების რეჟიმში თითეული ექიმი, ექთანი თუ სტუდენტი, რომელიც ცდილობს რომ ამ გზას დაადგეს და შესაბამისად თუ კი რაიმე ვითარდება, ეს არის ევროკავშირის და დასავლეთის მხარდაჭერით და ამ სიკეთებს წარმოადგენს. მეორე და მნიშვნელოვანი კითხვა, რომელიც უნდა დავსვათ ამ საზოგადოებამ დასვა საერთოდ, თავად სადიღებენ ხოლმე მკურნალობას და სამედიცინო სერვისებს, როდესაც მათ ამის მინიმალური საჭიროებაც კი უდგათ. ძალიან პატარა ქვეყანაა და ყველამ ძალიან კარგად იცის, სად მიემგზავრებიან ეს ადამიანები, მათი ოჯახის წევრები, არა მხოლოდ რაღაც მწვავე, მძიმე და გადაუდებელი დახმარების აღმოსაჩენად, არამედ ძალიან გეგმიური პროცედურების ჩასატარებად ან გამოკვლევების, თუნდაც ფიზიოლოგიური მშობიარობისთვის მათი ოჯახის წევრები და ეს ყველამ ძალიან კარგად ვიცით და ახლა რატომღაც მოინდომეს ამ ქვეყნის მოქალაქეების თავშესაფრის ადგილი, რასაც წარმოადგენდა ევროკავშირი, ამ გზის ჩაკეტვა და სად უნდა წავიდნენ რუსეთში, ყაზახეთში, ყირგიზეთში თუ თურქეთში, სადაც ასევე თავად დადიან, მაგრამ აქ ხაზგასასმელია, თუ კი თურქეთში მიიღებენ მაღალი დონის სამედიცინო მომსახურებას ადამიანები, მათ უნდა გადაიხადონ დიდი რაოდენობით თანხა, რომელიც აი ამ დუხჭირ ქვეყანაში ადამიანებს არ აქვთ. რაც შეეხება ახლა ვიზა ლიბერალიზაციის შეჩერებას და მის კავშირს ჯანდაცვის სერვისებთან, რომელსაც იღებენ ჩვენი ქვეყნის მოქალაქეები, ავად თუ კარგად, აი ამ უვიზო რეჟიმის პირობებში მიდიან, ბარდებიან, ხვდებიან სხვადასხვა კლინიკაში. აი რაღაც ყველა შეფასება გამოიყენეს გასაქარწყლებლად. დიახ, ახლა გეტყვით. ძიმე დიაგნოზების მქონეებს სხვადასხვა ქრონიკული თუ მწვავე დაავადებების, განსაკუთრებით ონკოლოგიური დიაგნოზების მქონე პაციენტები მიდიან და ამ სისტემაში, როდესაც ექცევიან, გულისხმობ ევროკავშირის ქვეყნებს, ისინი იღებენ სრულფასოვან მომსახურებას და ეს წარმოადგენს მათი სიცოცხლის გადარჩენის წყაროს. თავი რომ დავანებოთ იმას, რომ ჩვენს ქვეყანაში ადამიანის სიცოცხლე და ჯანმრთელობა არის უღირებულებო, ახლა უკეტავენ გზას, რომლითაც შეუძლიათ მიიღონ ეს დახმარება და ამ ადამიანებს, რა თქმა უნდა, ვიზის რიგში დგომა, რომელიც სწრაფად არ აღდგება, რა თქმა უნდა, და ეს დაკავშირებულია ტექნიკურ საკითხებთან, მათ შორის არ შეუძლიათ ასევე დამოუკიდებლად საკითხი არის იმ საბუთების და ბიუროკრატიული ბარიერების გადალახვა, რომელიც შეიძლება პაციენტმა უბრალოდ ვერ გადალახოს და ვერ მოიცადოს. მეორე და მნიშვნელოვანი ეს არის ხანმოკლე პროგრამები, რომელშიც ერთვებოდნენ ან საგანმანათლებლო გარკვეული ღონისძიებები, როგორიც არის კონფერენცია, კონგრესი, შეკრებები, რომლის საშუალებითაც ადამიანები ერთმანეთს უზიარებდნენ თანამედროვე მედიცინის მიღწევებს და ეს მოქონდათ ქართველ ექიმებს, რეზიდენტებს, სტუდენტებს საქართველოში საკუთარ პაციენტებთან. ასევე მნიშვნელოვანია ის, რომ გრძელვადიან პროგრამებშიც ვერ ჩაერთვებიან ჩვენი კოლეგები, რაც ასევე ვიზა ლიბერალიზაციის შეჩერებას მოყვება და ძალზედ მნიშვნელოვანი და ხაზგასასმელი არის ის, რომ როდესაც უვიზო რეჟიმი დგება კითხვის ნიშნის ქვეშ, ჩვენ დგებით რისკის წინაშე ინსტიტუციურ უნდობლობასთან დაკავშირებით და ამის შემდეგ ყველა ის პროგრამა, რომელსაც ევროკავშირი ახორციელებს, ყველა ის ფინანსური, მათ შორის პირდაპირ საბიუჯეტო დაფინანსება, რომელიც ჯანდაცვის სისტემაში მოდის, დგება რისკის ქვეშ, იმიტომ რომ ჩვენ გვექნება ინსტიტუციური და პოლიტიკური
პოლიტიკური უნდობლობა ამ სისტემისადმი და მე შემიძლია დავასახელო არაერთი ასეთი პროექტი, რომელიც მიუღია ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებს, მაგრამ დღევანდელ დღეს რისკის წინაშე აყენებს აი ეს ეგრეთ წოდებული ხელისუფლება ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებისთვის, მაგრამ ვერც ერთ პროგრამას, ვერც ერთ პროექტს, ვერც ერთ სერვისს ვერ დამისახელებს დღეს მე ირაკლი კობახიძე, რომელიც რუსეთს განუხორციელებია აქ ჯანდაცვის სისტემაში, რაიმე განუვითარებია საერთოდ თანამედროვე მედიცინასთან მიმართებით. ჩვენ შეგვიძლია დავასახელოთ არაერთი მაგალითი და ასეთი შეგვიძლია უახლოეს ისტორიაში მოვიყვანოთ COVID პანდემია, როდესაც 180 მილიონი ევროს ინვესტირება კონტრიბუცია ქონდა ევროკავშირს დიდწილად ჯანდაცვის სისტემაში, მათ შორის 7 უმსხვილესი ჰოსპიტალის რეაბილიტაციაში. როგორ და სად დაიხარჯა ეს თანხები, კიდევ ცალკე გასარკვევია ამ ადამიანების ამ რაღაც დაჯგუფების წყალობით, მაგრამ ფაქტის სახეზე რომ ევროკავშირმა ძალიან დიდი ოდენობით თანხები გადმორიცხა. შესაბამისად, ეს არის, არ ვიცი მე, ადამიანების გამეტება სიკვდილისთვის, ადამიანების გამეტება მძიმე უკურნებელი დაავადებებისთვის, როდესაც მართვა არ ხდება იმ პირობებში, როდესაც პარალელურად ის არ ავითარებს ჯანდაცვის სერვისებს და ის არ ახდენს ამ ყველაფერში რაღაცა წვლილის შეტანას, იმიტომ რომ მისთვის ადამიანის ჯანმრთელობა და სიცოცხლე არის აბსოლუტურად უღირებულებო. Ani თქვენ თუ გაქვთ შეჯამების თვალსაზრისით რაიმეს თქმის სურვილი თუ არა და დაგემშვიდობებით. დიახ, მე რამდენიმე სიტყვით ვიტყვი მხოლოდ იმას, რომ მე ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ გზა, რომელიც აირჩია პროდასავლურმა პოლიტიკურმა სპექტრმა მიიყვანს ქვეყანას გამარჯვებამდე, ჩვენ არ უნდა მივცეთ არც ერთი გზით ლეგიტიმაცია ამ ეგრეთ წოდებულ ხელისუფლებას, არ უნდა მივიღოთ მონაწილეობა ამ რუსულ ფარში, რომელსაც ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები ჰქვია, სწორედ ამიტომ ხვალ 19 ივლისს 19 საათზე ვიკრიბებით უნივერსიტეტის პირველ კორპუსთან და მარშით გავემართებით პარლამენტის შენობისკენ, სადაც მე ჯერა რომ ძალიან ბევრი ადამიანი მოვა და გავაგრძელებთ ამ არაღიარების პოლიტიკას, რომელიც ჩვენ ქართულ საზოგადოებასთან ერთად დავიწყეთ 26 ოქტომბერს და მივალთ ბოლომდე